დილამშვიდობის ვები ბეჭი გამეკვანცა 5 საათი წუთია ორ საათ ნახევარს დავიცინებ დავდგები დავხატე მურჩი ზარით წლებით სახელით ყველაფერი გავაშრეს მივასხი ესე იყოს რომ დავrწმუნდე რომ კარგად გაშრა და დილაზე დავკეცავ და ჩავდებ თავის იმაში ჩანთაში პიჟამო შარვალს ვათბობ გარეთ წერან გავრეცხე და ისა და მოვიწყდა ჩამოხსნა ცივია ან ნესტიანი ხატო რომ დავიწყე ყავა დავდგი ყავა დავლი საერთოდ არ მეძინება მაგრამ უნდა დავიძინო რომ დღეს მუშაობ და დილაზე უნდა გავაკეთო გრეჩიხა და შემწვარი კარტოფილი ეს კაია კაი გამოდგა ერთ 5 ნახატზე ყოფა ალბათ ისე მაგრამ მომში და ვაიმე ისე მაგრამ მომში და ისე მაგრამშია მაგრამ არ შევჭამ აი ეგრე წავედი ამ სახით და გემშვიდობებით და იმ სახით გამარჯვებას გეტყვით იმასავით არის ეს მე ვარ პირველი ჭიქის შემდეგ და ეს მე ბოლო ჭიქის შემდეგ ხოდა ხა პირველი ჭიქის შემდეგ დაგემშვიდობებით და ბოლო ჭიქით მოვალ დაახლოებით 7:30-ზე ან 7-ზე ყველა ვარიანტში აბა წავედი დილამშვიდობის 7-ია 7 საათია გადავწიე ნახევარი საათი დაიყო ტუპი შევწვათ კარტოფილი შევწვათ რა შევწვა კარტოფილი და დავდგა გრეჩიხა დაიღოთ კარტოფილისთვის ჯამი ეხლა უნდა განახოთ როგორ იწყება ჩემი დილა ერთი წამით გოგროგრახ მოდი პრინცესა ჩემი სადარი მეორე აი ჩემი პატარა როგორ არის ის მეორე სადა ფშუ ძინაღა იმას გოგო სადარი მეორე დედას ლამაზო სადარი პრინცესა Sina? Tadi gağıcı. Xmamis modis. Pinda bir aborte. Კარგად მეცინა. მე ახალი გაღვიძებული თვალებს ესე შევა. გოგო.
Принцесса выходи. Принцесса выходи. Куку. И меха кайфуйдер туго. Это какого выйти муланс. Куку ты какая виза спош. Скажи. Чеки виталке. Это окей. На то кафе спош. На то кафе спош. Ой, не люблю каву, забыть на полчаса. Ой, не люблю какие-то годы, ეხა ყავა მინდა მაგრად, ოღონდ. შევჭამო მას ეხლა. ოღონდ ჯერ უნდა დავთქა ის ყველაფერი. დიდი კარტოფილები კია, მაგრამ დამძრალია. ამიტომ უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე გჭირდება. რომ ის რაოდენობა დაგვრჩეს, რაც გჭირდება. როგორ ჩამოვაყალიბე ამ დილის სარზე შეცდომის გარეშე ეს ატوار გიჭამიათ. პირი დავიბანოთ. გრეჩი ხარ დავიღეთ და კარტოშკაც ავიღეთ. ცოტათი დავტო. ასე. დღეს კაი ამინდი იქნება. ეს კაი ამიქნება არ ჩქარობ რომ ქათამი გამოუშვა და რამე, იმიტომ რომ ყველანი სახში არიან და მაგ ყველაფერს თვითონ იზავე. წავედი ხალხის დავიბან და მოვალის. მოიდი. მეგონი ბოლო ჭიქის მერე კარგად ვარ ხო? არა მიშავრა. ანუ აი 7:30-ზე დარეკა ბუძელნიკმა მივხვდი რომ ვერ ავდგებოდი და აი მაგრად მეძინებოდა და აი ცალი თვალით გადავაყენე 9:30 ხა რო გავთიშო არ გამეღვიძება არ არსებულია. ამიტომ არ ვენდე თავს და გადავწიე 9 საათით და კარგია საკმარისად მეძინა. არ მეძინა საკმარისად, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. გრეჩი ხა უკვე დუხს. კარტოშკასაც რა უნდა 10 წუთი. და ეს არის დამძრალი, ყინვა მოხვედრილი კარტოფილი და ესე თხრი. ამასაც რომ მორჩები ხა იმას ვიზავ. დავკეცოთ ნახატი, დავკეცავ ნახატს. და მე კი ვიწერე წუხელ პატრონს როს ყოველ დღე მეთქი 7-ის ხარ უთხარი შაბათს შაბათი ოთხშაბათს ვიშაობ და რა ყოველ დღე ყველა ვარიანტში 7-ის მერე სახში ვარ თქო და როცა მოგიხერხდება წაიღებ თავარია მე მაქვს უკვე დახატული და ეხლა როცა უნდა წაიყოს ხო და ეგ უთხარი რომ თუ რაღაცა არის 7-ისთვის მოდი 7-ის მერე მაგრამ მე მაინც ბავშვებს რომ დაუტოვო რა რომ თუ რაღაცაა და ჩემამდე მოვიდა რომ იცოდნენ რა უნდა გაატანონ და გარდირობიდან ლაშასაროჭკა არ მისცენ. ვიდრე რომ მივიდა ეტყვის რომ საროჭკაზე ვარ მოსულიო და გავოიღებენ და გაუთოებულ საროჭკას გაუშვა. ამოვთხაროთ.
სხვა გზა არ არის, ეს კარტოფილი უნდა გავლიოთ. ესეთი კარტოფილები არ მიყვარს, სინამდვილეში გითხრათ. როგორი საღიც არ უნდა იყოს. ნუ ეხა სახში მოყვანილი თუ არა. გუშინ იმ დასკვნამდე მივედით მე და ლაშა, რომ ყოველ წელიწადს, რა ვიცი, ვინც ოდით გამიყურებთ, ამ პერიოდში ყოველ წელიწადს ნახულობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბაღის უკან ვთესავთ, ბაღის სახლის უკან ბაღში ვთესავთ, ლობიოს, იმიდი მოკლედ, ყველაფერი. და ვერაფერს ვერ ვიღებთ ხოლმე. უწყლობის გამო. ეხა ეგ სახლი რემონტდება, რადგან უნდა ესპანეთიდან ჩამოვიდნენ სახლის პატრონები. რო გაკეთდება რა და ყველა ვარიანტში ისედაც აღარ ვაპირებდით მანდ დათესვას, მაგათი ადგილი იყო, რომ ანუ აზრი არ ქონდა რა, ყოველ წელს იქ მოგათოხნა, იქ გამარგვლა, აი ყოველ წელს და ერთადერთი ვიღებდით ხოლმე იმას, რა ქვია, დუკიცსა და პამიდორს ვიღებდით, იცი როდის? აგვისტოში. მაისი და როული და მოკუდები, ჩაკუდები აგვისტოში ვაიღებ და იმის 90%-ს კიდე ნოემბერში დაკრეფავ და უმწიმებელს, ფაროსანებისგან გაუბედურებულს, გაშავებულს, გამაგრებულს და აი აქვს ყოველ წელიწადს იმას ვიზავ ხოლმე, რა ქვია, დავიმუქრები რომ მორჩა, მაგრამ მაინც. ხო და ეხლა ყველა ვარიანტში აღარ ვაკეთებ არაფერს. აი აქ სადაც ჩემი ყოყოლოყოები მყავს გაშვებული, იქ უნდა გავაკეთოთ პატარა ის არის. კიტრსა და პამიდორს არ ვთესავთ, იმიტომ რომ მართლა მაინც ვყიდულობთ ხოლმე და მთელი იმხელა რომ იყოს, რომ ღირდეს კიდე ხო 5 ძირი დაურუგა და მოიცა რა. ცალკე წყალი, ხა კაცმარცის მაგ პერიოდში წყალი როგორ იქნება. გავაკეთებთ სათბურივით, თან უფრო სახალისო იქნება და ერთადერთი რასაც დავთესავ და რაც ყოველთვის გჭირდება, არის წვანილი. და ქათმებიც მანდვე იქნებიან. ხო, ერთი ბეწო ბაღია. ერთადერთი ბეწო ბაღია, მაგრამ მან დროს არეველა წამოვა ხოლმე გეფიცები, სანამ ბოლოში გამოვდივარ, სუთავი ბოლო რო ისე საათნახევარი უნდა გამარგვლას რა, აი სურო აბალახებულში შეხვიდე და სანამ გამოხვალ, სანამ ბოლოში გამოხვალ, თავში ისევ ამოსული. იმდან საზღარი ბალახია. ხო და ქათამს რო გაუშვებ, თვითონ მიხედავს იმ ბალახს. თან ყოყოლოყოები მინდა რომ მანდ იყვნენ სიმწვანეში იარონ, არ შეიძლება მაგათთვის დამწვდება. პატარა ყოყოლოყოები რომ ყავ და ის დიდი დიბლი ქათმები. პატარა იმასავით გავუკეთებ მანდვე ქოხს და იქნებიან ყოყოლოყოები. თან თუ მინდა რომ გამოჩეკოს, ვაიმე რამდენი უნდა დადოს ალბათ 5 კვერცხზე თუ დაჭდება, ეგ სხვა ზერაზე დაჭდება გაფიცებ. თუ მინდა რომ გამოჩეკოს, ანუ საბუდარი უნდა გავუკეთო და არ უნდა შევეხო მაგის კვერცხებს და იხუვითაი რომ დააგროვოს თვითონვე დაჭდება. ჩემი ყოყოლოყო. ყეთ მაგისტვის საკათმე შესაძლებელი გვაქვს და მაგამ ბავშვიც მალე მივხვდი. აი მე ესე ხა მივხვდი რომ რო ვიღებდი უნდა ეგე გადამეჭრა ესე, იმიტომ რომ ეგეთი ფასონის კარტოფილი. ვისაც სუსტი გული გაქვთ, არ მიყუროთ კარტოფილს არ ვწქნი, ხა მე ვთლი. როგორც სხვა გზა არ არის. ზოგადად ლაშას არ უყვარს ისეთი პროდუქტის ყიდვა, რომ არ დარწმუნდეს, რომ კარგია და აი ეს აქვს იცი როგორ ნაყიდი გაქცეულზე. და კი ეჭვი შემეპარაო, რომ იაფად ვიყიდეოდ ესეთ კაი კარტოფილს, რომ ამხელებს, რომ იაფად არ მომცემენ, მაგრამ კაი ხოჯადებას. ვაიმე რო იცოდეთ როგორი კმაყოფილი ვარ იმის რომ გუშინ დავხატე დილას. რო ვიცი რომ ის შეკვეთა რომელიც 2 კვირა სახში მიდო დავხატე.
და ეხა პატიოსნე ხო პოსტი დავდე ჯერ ხალხს ძინა ვარ უნახია რა უკვე всё დავიწყეთ ხო ნახოთ ზოგადად სურათი როგორიც არის ხოლმე რეალურად სხვანაირია ხოლმე ნახატი ანუ ნახევარი თავით რაც სურათზე ჩანს იმის კიდე რეალურად არის უფრო ლამაზი და უფრო მაგარი და ზოგადად სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ სურათს რომ ვუღებ ჩანს ალბათ რაღაცა 70% რეალურად როგორიც არის იმიტომ რომ იმ სურათში ვერ აღიქვა ხელა სურათში ვერ აღიქვა მის ზომას გაბარიტებს რა ხელაზეა და ხატული ახლა წარმოიდგინე თლიან ბეჭებზეა რა ტატული აი კაი რა თან უთხრა არა რა სიძახიო რა გადამძრალი არა ის საყოს კარტოფილზე გამიხვიდე და ჩავკაკუნო თავში კაი წყნარად მოვახერხებ ყავის დასლევას ერთადერთი რაც უნდა წავიღო არის რეიტუსი კალგოტკა რომელიც წამოვიღე და გავრეცხე და წნილი მინდა შევანელო მწნილია თუ წნილი მე მს ვეძახი მწნილი როგორც ვიჩინას თურმე მიჩინას ვეძახი თელი წლებია და ერთხელ რომ გზაზე იყო რომ ვიჩი იდება ვიჩინაო და ლაშეს ვეუბნები ახლა ხალხია მეუთხარ და ყიდიან ვიჩინა მიჩინას არიცია რომ უნდა დააწერო მიჩინა და ბუეტო ეგაო ვიჩინა მიჩინეთია და თურმე მთელი წლები ტყუილში მიცხოვრია ხო და იმ თავიდან ხმარობ მწნილი არ ვიცი რა წნილია მაგრამ მე მაინც მწნილს ვიტყვი იმიტომ რომ ხო იცი ჩვევარჯულზე უმტკიცესიაო ხა ფატი გაოცდება ისეთი სიზუსტი თავ თქვი ანდაზა აი მე თავი დღეში ვახლა უნდა წერა დღეს კაი შემართებით ვიმუშავებ და რომ მოვალ ვიბანავე და დავიძინე ეგრევე ერთადერთი დარდი ის არის რომ სახში ხვარიან დღეს არ არიან ეთკვიანი ერთადაგებია მიდან ცეკვიდან მეთქი ნუ ცეკვიდანაც ხო და საჭმელი უნდა მოუმარაგო იმიტომ რომ ორმაგად მეც შეჭამე დღეს ივანე მიდის 12 საათისთვის ხაზვაზე ეს პერიოდია არ ვეჩიჩინები ანუ რაღაცა მაგ თემაზე რომ ჩამოვარდება ხოლმე შესა და ივანეს შორის დიალოგი და აქეთ მიმყავ ხოლმე გველაძურად არა ზოგადად რა ანუ ფიქრობს უკვე პროფესიაზე ფიქრობს იმაზე თუ რა შეიძლება რომ რაღაცა რა ხო და ივანეს უყვარს ძალიან მათემატიკა ინგლისური ხატვა ან როცა ხატავდა ხოლმე ბავშვობაში და მათემატიკაში რო ესე გეომეტრიული ფიგურები იყო, კარგად ხატავდა ხოლმე რა და ვეუბნეოდი რომ შენ ტოლა რო იყო თქო და ინგლისურს ეგ კარგად ვფლობდე როგორც შენ მარტო გამარჯობა ვიცი მე და ნახვამდის აუცილებლად ვიფიქრები არქიტექტურაზე თქო ხო და მე ნეტყობა იფიქრა რავი მეთქი სცადე მაინც კაი პროფესია თან რო ვიცი რომ უყვარს იმიტომ კი არა რომ უბრალოდ ჩააბარე და დიპლომი გედოს არა რო გიყვარს ეგ ყველაზე კაია რაზეც სწავლობ ის უნდა გიყვარდეს ხო და რამდენიმე დღის წინ შემეკითხა რა ხაზვასთან დაკავშირებით რომ რა და როგორ და რანაირად და უზომოდ მეყვარდა ეგ საგანი უზომოდ კი ვამბობ ხოლმე მათემატიკის მგელი ვარ მეთქი მაგრამ მათემატიკა არის ჩემი უპირველესი
უსაყვარლესი საგანი. ფიზიკაც მიყვარდა, კარგათაც მესმოდა, ჩაუწიო იმას. კარგათაც მესმოდა, კარგათაც ვაკეთებდი ხოლმე, მე უბრალოდ ხო იცი მე 11 კლასში რო. აი რო აღარ გინდა არაფერი. მაგრამ უზომოდ მიყვარდა ხოლმე და დღესაც ეს მასწავლებლები, ფიზიკის მასწავლებელი, ნონა მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, ნელი მასწავლებელი და ხაზვის მასწავლებელი, ნინო მასწავლებელი არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი 99% მივწვით იმ საგნის სიყვარულში, მე რატომაც მიყვარს. ხო და იონი მიფიქრა და გადაწყვიტა რომ ხაზვაზე უნდა მივიდეს და მივა ნელი ისა ნინო მასწავლებელი. ნელი მასწავლებელი მათემატიკის. ნახოთ. ეხლა კარტოშკა გავწვავ. კარტოფილს უთქვენოდ გავრეცხავ, ხა დიდი არაფერი არ გავაკეთე ისეთი. ეხლა გავწოვე უნდა ჩავთა და გემშვიდობებით, რადგან ეს უკვე გრიალს დაიწყებს ხოლმე. აი, დილამშვიდობისა ხალხო, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ეხლა მასაც შევწოვ, ერთ-ორ წელს გავივარჯიშებ, თუ არ გავიბზადე რა. ყავს დავлё და წავალ სამსახურში. აი, კარგად დროებით. აბა თქვენით. კარგად. მე გეტყვით ივანეს ხაზვა მოიწონა თუ არა. ხო და გამომზადე პასცმელი რა გუშიხურება დრეცხვა გლეჯვის დღე მქონდა და საროჭკა უნდა გამომზადო რომ ჩაიცვა შიგნით ცოტა ესეთი წავიდეს. გვერდზე გადავარცხნილით მით და რაღაც. წავედი. კარგად. ზორი დაბაგვიანდება.